რა მივიღო 6 საათზე, მერე აღარ ჭამ არაფერს, აი ესეთი კითხვა შემოვიდა. საღამოს საათებში სასურველი არის, რომ მივირთვათ ცილოვანი საკვები ბოსტნეულთან ერთად. საღამოს საათებში არ მიიღოთ ნახშირწყლები, როგორიც არის წიწიფურა, ლობიო, პური, ბრინჯი, მაკარონი და ასე შემდეგ. სასურველია მიირთვათ თევზი ბოსტნეულთან ერთად, იდეალური ვარიანტია კვერცხი ასევე. ქათმის ფილეც შეიძლება ვჭამოთ, რძის პროდუქტი ნებისმიერი. და რაც შეეხება იმას, რომ 6 საათის მერე აღარ ჭამთ, თუ თქვენ იძინებთ გვიან 11 საათის შემდეგ 12 საათისთვის, თქვენი ორგანიზმი იშიმშილებს მეორე დღის, ვიდრე საუზმეს მიირთმევთ მანამდე და ეს არ არის სწორი და არ არის კარგი არც ჯანმრთელობისთვის, არც წონის დაკლებისთვის. სასურველია დაძინებამდე 3 საათით ადრე, საღამოს საათებში მსუბუქად შეგიძლიათ მიირთვათ ისევ ცილოვანი საკვები, მაგალითად მხოლოდ ხაჭო და მაწონიც რომ შეჭამოთ, ან კეფირი დალიოთ. ერთი ჭიქა გვიან დაძინებამდე 2 საათით ადრე, ესეც ძალიან კარგი იქნება თქვენი კუჭნაწლავისთვისაც, წონის კლებაშიც უფრო დაგეხმარებათ და თან შიერიც არ იქნებით. ცილოვან საკვებსაც მიიღებთ, კუნთს არ დაკარგავთ და ასე შემდეგ. ამიტომ შეგიძლიათ ესეთი პრინციპით იკვებოთ და ჯანმრთელობისთვისაც კარგი იქნება და ასევე წონის დაკლებაშიც უფრო ეფექტურად დაგეხმარებათ ესეთი კვების რეჟიმი.